გამარჯობათ, პატივცემულო ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია Argos ეთერში მორიგი სპორტული გადაცემა გვაქვს და ვეხებით თემას, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ ზესტაფონერს და არა მარტო ძალიან აინტერესებს, ეს გახლავთ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მომავალი. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მომავალ სეზონში ზესტაფონი ისევ ითამაშებს ლიგა 3-ში და რა პერსპექტივები დგას კლუბის წინაშე, როგორ მოვიდა ის აქამდე და თუნდაც გასული სეზონის პერიპეტიებზე დღეს ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ ჩვენ გადაცემაში საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის სპორტული დირექტორი ბატონი სერგო ფუტკარაძე. მოგესალმებით ბატონო სერგო, მადლობა პირველ რიგში გადაცემაში სტუმრობისთვის და უპირველეს ყოვლისა გილოცავთ იმ ინფორმაციის ოფიციალურად გაჟღერებას, უკვე რომელიც ჩვენ სულ შევიტყვეთ რამდენიმე დღის წინ. საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი სეზონს დაიწყებს ლიგა 3-ში. ეს უკვე არის ოფიციალური ინფორმაცია და პირველ რიგში აი ამის გარშემო რომ ვესაუბროთ ტელემაყურებელს, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რა მოხდა, როგორ გავითარდა მოვლენები. მოგესალმებით ბატონო ალეკო, მივესალმები პატივცემულ ტელემაყურებლებს. თქვენ შესავალ სიტყვას რომ წარმოთქვავდით, მე უცებ მეუცნაურა ეს ყველაფერი, ის რომ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს ქვეყნის ორგზის ჩემპიონს, სხვადასხვა მრავალი ტიტულის და რეგალიის მფლობელს მოსალოცად რო აქვს საქმე ლიგა 3-ში დარჩენასთან დაკავშირებით, თუმცა დღევანდელობა ესეთია სამწუხაროდ, იცით რომ მთელი რიგი ტრაგიკული მოვლენების ბატონი ილია კოკაიას კლუბის შექმნელისა და უცვლელი პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ კლუბის თავსაც ასე ვთქვათ არა ერთგვაროვანი და არა ასე ვთქვათ რთული პროცესები წარიმართა. შარშანდელი სეზონი ფაქტიურად დიდწილად ენთუზიაზმზე ფეხბურთელების ჩავატარეთ, იცით რომ მეორე წრეში საერთოდ კლუბის საკლუბო ფერების დაცვა მოუწია რამდენიმე ძალიან მცირე ჯგუფთან შედარებით გამოცდილი ფეხბურთელებისა, სამი კაცი იყო ესეთი სულ გუნდში, მოუწიათ 2005 და 6 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს, სულ პატარა ბიჭებს, 15-16 წლის ბიჭებს, რომლებმაც მინდა გითხრათ და მადლობა გადაუხადო და შევაქო ეს ბიჭები, იბრძოლეს, რაც შესაძლებელი იყო, მთელ რიგ შეხვედრებში ძალიან ღირსეულად წარმოაჩინეს თავი კიდეც და მოკლედ ნამდვილად არ შეურცხვენიათ თავი და ის ნდობა, რაც ასე ვთქვათ, გაწეული იქნა მათ მიმართ, ნამდვილად გაამართლეს. ახლა მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ რაღაც სერიოზული სატურნირო იქნებოდა ამოცანების დასახვას მოახერხებდით, რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელი იყო, თუმცა ის რომ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მაისურით მოედანზე გასული ფეხბურთელი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, ეს კიდევ ერთხელ გავუჩნდა და ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდი ამ ბიჭებს. ჩვენ რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ცხოვრებას, სპორტულ ცხოვრებას, საქმიანობას და აი თანამშრომლობას კვლავაც გავაგრძელებ ამ კონტინგენტთან, ვიზის ხონდა საუბარი აუცილებლად და ნახოთ, ან დანარჩენი დეტალები ცოტა მოგვიანებით იქნება ცნობილი. რაც შეეხება ბოლოს განვითარებულ მოვლენებს, როგორც იცით, ჩვენ გამლილი სეზონი, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაინც დიდი წარმატებით ვერ ჩავატარეთ, შედეგების გათვალისწინებით დავიკავეთ ბოლოს წინამე 15 ადგილი და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ დებულების თანახმად ლიგა 3, ეროვნული ლიგა 3 დავტოვეთ. გავარდით ლიგა 4-ში, ჩვენთან ერთად, ასე ვთქვათ, წარუმატებელ აი ამ ტრიოს ისე მოხდა, რომ სამივე აუტსაიდერი და წარუმატებელი გუნდი ზემოიმერეს წარმოადგენდა, საჩხერის ჩიხურა, რომელიც ბოლო ადგილზე გავიდა, ერთადერთი მოპოვებული ქულით, ჩვენ და ტყიბულის მეშახტი, რომელიც ასევე გავარდა. თუმცა მოხდა ისე, რომ მოკლედ საკმაოდ რთული პროცესები განვითარდა, ამ პროცესების მოკლედ თანმიმდევრულად მოყვებინა. დიახ, კი ბატონო, საინტერესოა. მოხდა ესეთი რაღაც, როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ზედა ლიგებში, მათ შორის ლიგა 3-შიც, იმისათვის რომ ტურნირში მიიღო მონაწილეობა,
გასავლელი გაქვს საკლუბო ლიცენზირების პროცესი, მისაღები გაქვს ეს ლიცენზირების პროცესი, რა გულისხმობს, ახლა თუ კი აინტერესებს ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს, ორიოდე სიტყვით, მოკლედ არის მთელი რიგი, ასე ვთქვათ, მოთხოვნებისა, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული კლუბი მოსურნე აი ამ ლიცენზიის მიღებისა. აქ საუბარია როგორც საკადრო მოთხოვნებზე, იმაზე რომ, ასე ვთქვათ, სტაფი, მწვრთნელები, ექიმი, ასე ვთქვათ, კადრები, ვინც უშუალოდ გუნდთან მუშაობენ, უნდა ფლობდნენ შესაბამის, ასე ვთქვათ, სერტიფიკატებს, ლიცენზიებს. აქ არის ფისკალური თემატიკა, ასე იგი ფინანსური თვალსაზრისით, absoliut გამჭვირვალე უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესები და ყველაფერი უნდა იყოს ასე ვთქვათ, კანონთან შესაბამისობაში. აქ არის მომენტები, რომ უნდა ყავდეს გარკვეული გუნდები, ჭაბუკთა გუნდების და მოკლედ მთელი რიგი მოთხოვნებისა, რომელიც აუცილებლად შესასრულებელი გაქვს. ახლა განვლილი სეზონის მიმდინარეობის დროს ალბათ გემახსოვრებათ მოხდა ისე, რომ ეროვნული ლიგა 2-დან საკმაოდ მძიმე ბრალდებებით ორი გუნდი იქნა მოხსნილი, ესენია საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის დინამო 1 და თბილისის შევარდენი, მოკლედ საკმაოდ მძიმე ბრალდებები მე ახლა ძალიან დეტალებში არ შევალ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სპორტული შედეგებით манипуляციის ბრალდება იყო ესეთი გაჟღერებული UEFA-ს რაპორტებზე დაყრდნობით ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ორივე გუნდის დროზე ადრე ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მოხსნის თაობაზე. მოკლედ ორივე ამ გუნდმა ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმნენ აი ამ ბრალდებას და გასაჩივრებას სცადეს, შევარდენმა ცოტა ადრე ასე ვთქვათ, აყარა ფარხმალი ალბათ აი ამ ბრძოლის ამბავში და ფაქტიურად კლუბი როგორც მე ვიცი დღესდღეობით აღარ არსებობს, რაც შეეხება ზუგდიდის დინამოს, და ორივე ეს კლუბი რაც თავარია ლიგა 3-ში იქნა დაქვეითებული ეს გამორჩა. ხო და მოკლედ ზუგდიდის დინამო ასაჩივრებდა თვითონ იმ გადაწყვეტილების ფაქტს და ლიგა 2-ში ადგილის აღდგენას მოითხოვდა. მოხდა ესე, რომ ერთიც და მეორეც საბოლოო ჯამში მოკლედ ლიგა 3-ის ლიცენზიას ვერ აიღეს ამ კლუბებმა და მესამე გუნდი დაემატა ამათ ჩვენთან ერთად ასპარეზობდა თბილისის City ესეთი თბილისური კლუბი კიდევ ერთხელ, რომელმაც ლიცენზირების პროცესის გავლა ვერ მოახერხა, ლიცენზიის მოპოვება ვერ მოახერხა და მოხდა ისე, რომ ჩვენ ამ პროცესს სხვებისგან განსხვავებით და ლიგა 3-ის მონაწილე რიგ უმრავლესობასთან ერთად გუნდების სერიოზულად მოვეკიდეთ. განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვხატო ჩვენი კლუბის იურიდიული სამსახურის მიმართ, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა, ზედმიწევნით ყველა მოთხოვნა შესრულებული იქნა, მთელი დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი და მოკლედ ლიცენზირება გავიარეთ. ისევე როგორც ტყიბულელმა და საჩხერელმა კოლეგებმა და შესაბამისად განარამი ამნისტიის არავითარ შემთხვევაში აბსოლუტურად სპორტული პრინციპების გათვალისწინებით მაშინ როდესაც ვიღაც ადგილს ვერ იპოვებს ჩვენ ლიცენზიის მქონე გუნდებმა ადგილები შევინარჩუნეთ ლიგა 3-ში და შესაბამისად სრული მოცულობით რომელიც ასე ვთქვათ გამიზნულია განზრახულია ამ ლიგის მონაწილეთა დასაფინანსებლად ფეხბურთის განვითარების ფონდის მხრიდან სრული მოცულობით მივიღებ დაფინანსებას სხვა გუნდებთან ერთად. ბატონ სერგო, მე მინდა ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. აი ხა კარს გვადგას უკვე ახალი სეზონისთვის, ახალი სეზონის დაწყებამდე ბევრი აღარჩება, რამდენადაც მე ვიცი, უკვე აპრილის დასაწყისიდან, თქვა გაიხსნება სეზონი ლიგა 3-ში. და ასევე ფაქტია ისიც, რომ რიგი მიზეზების გამო, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გაკვირვით დასაწყისში ჩვენი გადაცემის, გუნდის ფინანსური მდგომარეობა არ არის იდეალური. ამის მიუხედავად, გუნდი რამდენად შეძლებს, თქვა ბაზარზე, სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას, რამდენად შეიძლება, რომ ის ნორმალური კონკურენტუნარიანი გუნდი იყოს სეზონის დაწყების შემდეგ. მით უმეტეს ახლა მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 3-ში
აღარ არიან თქვათ დინამო 2 აღზევდა და ფოთის კოლხეთი 2 თქვათ გამორჩეული გუნდი წინა სეზონის. ამის მიუხედავად კონკურენცია მაინც იქნება, საკმარისად იქნება ლიგა 3-ში, ამის თქმა აქედანვე შეიძლება. და საინტერესოა თქვათ რამდენად იაქტიურებს ზესტაფონი თქვათ ახალ წეულების კუთხით, სიახლეები რამდენად იქნება ზოგადად. Ну, პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჩვენ საკმაოდ ფუფუნებაში ვიმყოფებით კლუბი თუნდაც ბატონი ილიას გარდაცვალების შემდეგ იმ თვალსაზრისით, რომ ასე ვთქვათ, გუნდის მზადებისა და მატჩების გამართვის პირობები გვაქვს არაჩვეულებრივი, როგორც იცით, საშინაო შეხვედრებს ჩვენ დავით ალბაშის სახელობის ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ვატარებთ, ხოლო რაც შეეხება საწვრთნელ პროცესს, ჩვენს განკარგულებაშია ზესტაფონის საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზის ერთ-ერთი მოედანი, იცით რომ კომერციული გამოყენებაც ხდება მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენთან წყალტუბო, სამგურალი, ქუთაისის ტორპედო ვარჯიშობდნენ ფაქტიურად მთელი წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ შეხვედრებსაც ატარებდა ეს ორი კლუბი ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე. ამ მხრივ ჩვენ ხარჯები არ აგვაქვს და შესაბამისად ეს ფუფუნება მინდოდა მეხსენებია პირველ რიგში. ბევრი სხვა, ასე ვთქვათ, განამარტო ლიგა 3-ის, არამედ უფრო მაღალი ლიგების წარმომადგენელი კოლექტივისგან განსხვავებით, ჩვენ ისევ ფუფუნებაზე მაქვს საუბარი, ჩვენ გვაქვს საშუალება იმისა, რომ მოვემზადოთ ბუნებრივ საფარზე, რაც საკმაოდ პრობლემატურია საქართველოს დღესდღეობით, უმაღლესი ხარისხის მინდორზე, ეს რა თქმა უნდა ფეხბურთელების მომზადების, სპორტული ოსტატობის, ამაღლების და შესაბამის კონდიციებში ყოფნის, მათი ყოფნის, ასე ვთქვათ, მომენტებს ძალიან თუნდაც ახალ წევრებისთვისაც სტიმული უნდა იყოს, ვთქვათ, ვისაც დაინტერესება საკმაოდ ხშირი ყოფილა და აქ თქვენს კარგად იცით, არაერთი მაგალითი ყოფილა იმისა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც რა ვიცი, ზოგი საზღვარგარეთ თამაშობდა, ზოგი რაღაც კონკრეტულ კლუბში კარიერა კონკრეტულ დროის მონაკვეთში ვერ აეწყო, აქ მოსულან გაუტარებიათ რაღაც პერიოდი და ლიგა 5-დან პირდაპირ უმაღლეს ლიგაში გადასულან ფეხბურთელები. აბსოლუტურად თორნიკე ახვლედიანის პრეცედენტი ვახსენოთ, თუნდაც რომელიც რეგიონ ლიგის გუნდიდან პირდაპირ თბილისის დინამოში გადავიდა, დღეს ქუთაისის ტორპედოში ასპარეზობს და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ნამდვილად გამორჩეული ფორვარდია ეროვნულ ჩემპიონატში. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, საკადრო მზაობას ჩვენსას, ნუ მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ძალიან იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძირითადად, ასე ვთქვათ, ჩვენი ბიუჯეტის შედგენისას ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ფონდის მიერ გამოყოფილ თანხებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეს ცხადია, პირველ რიგში ჩვენ, ასე ვთქვათ, ვეცდებით ადგილობრივი რესურსის გამოყენებას, ნუ იმ ადგილობრივი რესურსი, როგორც ჩვენი კლუბის აღზრდილებს გულისხმობ, არიან ასეთი ფეხბურთელები, რომლებიც მშობლიურ კლუბში ასპარეზობის სურვილსაც და მზაობასაც გამოთქვამენ და ალბათ ახლო მდებარე, ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტების და ქალაქების რესურსის, ასე ვთქვათ, გამოყენებას ვეცდებით, იმიტომ რომ ახლა ცოტა რთულია ახლა ამ ეტაპზე სასტუმროს, რა თქმა უნდა, კვების ხარჯი და ხო, რა თქმა უნდა, საკმაოდ სერიოზულ ხარჯებთან დაკავშირებული და ამ ფუფუნებას ამ ეტაპზე მოკლებულები ვართ. ცოტა რთულია ეგ და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საკადრო თვალსაზრისით რაღაცების მოგვარება და ლაგება შესაძლებელი იქნება და ჩვენ შევერკინებით კიდეც ამ ახლა იდეასავით გამიჩნდა ბატონ სერგო და უნდა თქვა ჩვენ ტელეეთერის მეშვეობით, არ ვიცი დაეთანხმებით, არ ვიცი არ დაეთანხმებით. ფაქტია რომ და ეს ალბათ გარდამავალი პერიოდია კლუბის არსებობის ისტორიაში, როცა თქვა ბატონ ილიას გარდაცვალების შემდეგ დადგა სრულად ახალი რეალობა და არ არის ზესტაფონი არც პირველი, არც ბოლო გუნდი ალბათ, ვისაც თქვათ ეს ზოგადი სიტუაცია მოუტანა გარკვეულწილად ეს გარდამავალი პერიოდი, ცოტა ფინანსური პრობლემები. აი თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვათ აი მე მაგალითებით შეგვიძლია ხა ჩვენ ვილაპარაკოთ, რო არ დაკონკრეტეთ იყო ამის არაერთი მაგალითი გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, ჩეხეთშიც ამდენადაც მე მახსოვს და ბევრგან ევროპის ქვეყნებში, სერბეთში რაც იყო ასეთი პრეცედენტები. როცა კლუბის თვის რთულ პერიოდში გულშემატკივრები იდგნენ ხოლმე მის გვერდით, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, მე ვიცი რომ ზესტაფონს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს როგორც ჩვენ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც, ახლა მე კარგად მესმის რომ არავის არ უთქმის, მაგრამ არის კატეგორია, მე დარწმუნებული ვარ, ვინც საყვარელი კლუბის გადარჩენის და რაღაცა პოზიციების შენარჩუნების საშუალო საქმეში აუცილებლად შეიტანს თავის წვლილს. ხო არ ფიქრობ თქვათ რაღაცა
ჩვენც მზად ვართ მოვიდეთ გავაშუქოთ რომ აი რაღაცა შეხვედრა მოხდეს გულშემატკივრებში სადაც თქვა გაჟღერდება ფართოდ ეს თემა იმიტომ რომ ბევრმა ეხლა თქვა თუნდაც საზღვარგარეთ ყოფებმა შეიძლება არც იციან ისე თქვა დაწვრილებით ეხლა რა ხდება ბევრი მოწყდა ხო საქართველოს ეხლა ფაქტია კი შეიძლება ადევნებენ თვალს მაგრამ ესე ყოველდღიურად და რაღაც ვერა ადგილობრივი იგივე გულშემატკივრები აი რა ვიცი აი დავემბადა ეს იდეა რა თქმა უნდა ეს იდეა ხა დახვეწას მოითხოვს დაფიქრებას მოითხოვს მაგრამ იდეის დონეზე თუ აქ ამას არსებობის უფლება და თუ შეიძლება ვიფიქროთ თქვა რომ რაღაცა განვითარდეს ეს იდეა უფრო ჩამოყალიბებული სახემი იყოს ანუ განხორციელდეს როცა ამის თქვა დრო და საშუალება იქნება მოდით მე მაშინ შორიდან და თანმიმდევრულად დავიწყებ იმით რომ ახლა ის რომ ჩვენ ფონდის მიერ გამოსაყოფი თანხებით, ასე ვთქვათ, ვაპირებთ ხელოვანელოს და ამაზე გვაქვს ორიენტირი. სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სხვა თანხების მოზიდვის და მოძიების ასე ვთქვათ, პერსპექტივაზე უარს ვამბობ და ხელი გვაქვს ჩაქნეული. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ უშუალოდ კლუბის ფლობელებთან ასე ვთქვათ, აქტიური კომუნიკაციის პროცესი მიმდინარეობს, კონსულტაციები იმ მიმართულებით, თუ რა როგორ განაირად შესაძლებელია რომ იქნას. ხა პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ თანხები საკმაოდ სერიოზული სტადიონის მოვლისა და ბაზის წესრიგში ყოფნაზე ისედაც იხარჯება. ეს რა თქმა უნდა ხდება არა საფეხბურთო გუნდის ბიუჯეტიდან, არამედ უშუალოდ მფლობელების მიერ ხდება ინვესტიციების ჩადება ამ მიმართულებით და უშუალოდ გუნდს რაც შეეხება, ნუ გვაქვს იმედი რომ რაღაცნაირი ფორმა იქნება გამოიძებნოს იმისა, რომ ასე ვთქვათ, ყველასათვის მისაღები პროცესები წარიმართოს. ნახოთ ეს როგორ და რანაირად დაალაგდება. რაც შეეხება პარალელურად, მე ხა ძალიან კონკრეტიკაში არ მინდა შევიდე, მაგრამ საინტერესო პროცესია ისიც ალბათ რომ ჩვენ რამდენიმე ასე ვთქვათ, კერძო სტრუქტურასთან ასე უწოდოთ კონსულტაციები თავად დაკავებულები ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საკმაოდ წარმატებული პრაქტიკა კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სხვათა შორის სატიტულო სპონსორიც იყო ჩვენი ერთი პერიოდი ესეთი კერძო სტრუქტურა ეხლაც მიმდინარეობს რამდენიმე ესეთ ორგანიზაციასთან მუშაობა ხო ვცდილობ დაინტერესებას ახლა მთელი რიგი ასე ვთქვათ ჩვენი პლუსები გაგვაჩნია ამ პლუსებში დავიწყოთ იმით რომ საკმაოდ დიდ ქალაქს წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ კლუბს რომელიც კიდევ ერთხელ რეგალიებისა და ტიტულატურის დეფიციტი ნამდვილად არ გააჩნია არც სახელია პრობლემა ამ კლუბისთვის თუნდაც ევროპულ ასპარეზზე ხო და შესაბამისად, რა ვიცი, იმედი იმისა, რომ აი ამ ხელა სტადიონზე, თუნდაც რეკლამების განთავსება, თუნდაც ის რომ ბაზა გვაქვს, სადაც რამდენიმე უმაღლესი ლიგის გუნდი მოდის, თამაშობს, ვარჯიშობს, ეს ყველაფერი საინტერესო შეიძლება გამოდგეს და ვფიქრობ, რომ რაღაც კარგი სიახლეები ამ მიმართულებითაც გვექნება. რაც შეეხება აი თქვენს მიერ წამოჭრილ თემას სხვათა შორის ძალიან საინტერესო მიმართულებაა მეც მახსენდება ესეთი კლუბები რომლებიც გულშემატკივართა მიერ გადარჩენილი კლუბები ყოფილან რა ვიცი მე აი თუნდაც უცებ ამომიტივტივდა მეხსიერებაში ეხლა დღესდღეობით საკმაოდ წარმატებით გერმანიის ბუნდესლიგაში მოასპარეზზე ბერლინის უნიონის მაგალითი რომელიც ერთი პერიოდი საერთოდ ყველაფრის გარეშე დარჩენილი იყო. საერთოდ არაფერი, ასე ვთქვათ, შემოსავლის წყარო არ ქონდა და გულშემატკივრებმა აბონემენტების გაყიდვით და გარდა ამისა რაღაც ასე ვთქვათ, შემწეობა უწოდოთ არ ვიცი, აი ამ გზით მოახერხეს ის რომ გუნდმა ჯერ სტატუს კვო შეინარჩუნა და შემდგომ უკვე რაღაც პროცესები დაალაგდა, მოვიდა ახალი ინვესტორის და ბავარიასთან საბრძოლველად სადარი ბუნდესლიგაში დღეს ყველა მესამე ადგილზე ახლა თუ არ მეშლება ხო მეორეზე იყო პირველი წლის მერე ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ეს სამუშაო მოსაფიქრებელი თემა მე ძალიან მომეწონა ეს თქვენი იდეა უცებ მომივიდა ეს იდეა მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ახლა რომ საქართველოს ევანდელი ყოფა კარგად მოგიხსენებათ მიგრაციული პროცესების კარგად ვიცით და ჩვენი გულშემატკივრების დიდი არმია რომელიც სისტემატურად გვეხმიანება სხვათა შორის გულის ტკივილით, არ ვიცი, სურვილით იმისა რომ რაღაცნაირად
პროცესების დალაგებაში თუნდაც მცირე წვლილი გაიღოს არის ესეთი ნამდვილად არაერთი ძალიან ბევრი ზოგი საფრანგეთშია ზოგი ამერიკაშია ზოგი აქ არის ზოგი იქ არის ძალიან ბევრია იცით რომ ბევრი ზესტაფონელია გასული და მათ შორის ბევრი გულშემატკივარი არის და ხალხის სულ ასე ვთქვათ ინტერესს გამოთქვავს მინიმუმ და მზაობას იმისა რომ იქნებ ჩვენს რაღაცაში გამოგადგენ და მე ვფიქრობ რომ ეს ფორმა ასე ვთქვათ საზოგადოებრივი აქტიურობის არც ცუდი არ იქნებოდა და არც უადგილო არ იქნებოდა მით უმეტეს რომ გარკვეული რესურსი მაგ თვალსაზრისით არსებობს კი და ძალიან საინტერესო იდეა მინდა გითხრათ ძალიან საინტერესო იდეა მე სულაც არ მიმაჩნია რომ ასე ვთქვათ ის რომ კლუბს კერძო მესაკუთრე ყავს დღეს აი ამ გულშემატკივრების პოზიციის დაფიქსირების ხო საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი არ მგონია იყოს მაგ თვალსაზრისით პირიქით ხალხს უყვარს ეს გუნდი წლების განმავლობაში რა ვიცი მე როგორ დამავიწყდება ერთხელ და ორჯერ კი არა უამრავი მაგალითი იმისა რომ ქალბატონები რომლებიც სტადიონზე ნამყოფები არ იყვნენ საერთოდ ლოცავდნენ ამ გუნდს თქვენ გაგახარებთ ღმერთმა შაბათ-კვირას შვილების სახლში ჩამოსვლას ვერ ირსეთ ხოლმე ყველა აქ ჩამოდიოდა ყველა აქ იყო და სახში დიდი ხნის ჩამოუცვლელი სტუდენტებიც კი ჩამოდიოდნენ ხოლმე თამაში არ უნდა გამოეტოვებიან და რა ვიცი საინტერესო ნამდვილად საინტერესო რამეა რა ჩვენ უკვე აღვნიშნეთ რომ გასული სეზონი რთული იყო გუნდისთვის განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი და ალბათ ახალ სეზონს თქვათ კლუბი სტაფი მყავს შეხედულობაში იგივე შემადგენლობით შეუდგება როგორც იყო გასულ სეზონში თუ გვაქვს აი ამ კუთხით გარკვეული ცვლილებები პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ კლუბს სათავეში უდგას ისევ ჯაბადვალი ჩვენთვის საყვარელი წარსულში ფეხბურთელი და დღესდღეობით ფუნქციონერი ჯაბა ისევ კლუბის გენერალური დირექტორის პოზიციაზე იმუშავებს უშუალოდ გუნდთან აქ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე თქვენი მონამორჩილი გახდა ვარ წარმოადგენელი განვლილი სეზონის პირველი ნახევარი გუნდთან მალხაზ გონღაძე მემუშავა ყველასათვის კარგად ნაცნობმა და ადგილობრივმა სპეციალისტმა სწორედ მალხაზი დაიწყებს გუნდის მომზადებას მოახლოებული სეზონისთვის რაც შეეხება უშუალოდ გუნდთან მომუშავე სამედიცინო თუ ადმინისტრირების თუ მწვრთნელის ასისტენტის პოზიციებზე მყოფ ადამიანებს ისინი თავის პოზიციებზე რჩევიან და იმდენად ბევრი ბრძოლა გამოვლილი ერთად იმდენად ერთგული და თავის საქმეზე და ამ კლუბზე შეყვარებული ადამიანები არიან რამე ასე ვთქვათ სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება თუმცა იქიდან გამომდინარე თუ როგორ ანაირად მოახერხებთ რომ დავალაგოთ შესაძლებელია რაღაც გარკვეული მცირე მატება ხო ნუ ეს ნახოთ ჯერჯერობით ეს ესეთი საკითხებია რომელიც ფინანსური თემების დალაგებასთან არის დაკავშირებული. რამდენადაც ვიცი, ლიგა 3 აპრილის დასაწყისში აიღებს სტარტს და ალბათ შეკრებას როდისთვის ფიქრობთ, თქვათ, საინტერესო ამომზადება როდიდან? კი ბატონო, სტარტს ტურნირი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყებს, შესაძლებელია მანამდე 1000-ო ბატალიებიც ვიხილოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა მომგენები გახდება დეტალურად ცნობილი. შეკრებას იქიდან გამომდინარე რომ მთელი მარტი წინ გვაქვს, თებერვლის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ მზადებას. მანამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რიგი საკითხების დალაგებით ავარ დაკავებულები და როგორც საკადრო, ასევე ფინანსური, ანუ მოკლედ ნახოთ, საინტერესო თებერვალი და მარტი გველოდები. და ბოლოს ჩვენ გადაცემის მიწურულს მინდა გითხოთ, აი ლიგა 3 ძალიან საინტერესო გათამაშებაა, ბევრი გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. წერან თქვი რომ ფოთის კოლხეთი და დინამო 2 თქვათ აღარ იქნებიან ამ გათამაშებაში, ისინი აღზევდნენ ლიგა 2-ში, მაგრამ ხობის კოლხეთი მათ შორის, კი ბატონო, მათთან ერთად უფრო სწორად, բայց როგორ ლიგას ელით, როგორ გათამაშებას ელით? ნუ საერთოდ მინდა გითხრათ რომ არსებობს ესეთი აზრი რომ ლიგა 3-ის ტურნირი ლიგა 2-ის ტურნირზე გაცილებით უფრო რთულია. არის ასეთი აზრი. ხო, არის და წლევანდელი ტურნირი ჩარჩანდელის მსგავსად არ იქნება მარტივი, აქ საკმაოდ დავიწყებ იმით რომ რუსთავის კოლექტივი ჩვენი ძველაძველი მეტოქე და მეგობრები და მეტოქეები
საერთოდ გაუგებრობაში მოყოლილები არიან მე ესე მგონია ლიგა 3-ში ისევ როგორც ზესტაფონი რუსთავიც ცოტა რთულად წარმომიდგენია, თუმცა ვიცი რომ რუსთავი კონკრეტული ესე ვთქვათ მოცემულობის გათვალისწინებით ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტი იქნება ტურნირის. არის რამდენიმე გუნდი ისეთი, რომელიც ასე ვთქვათ თავის ამბიციების საქმით გადასტურებას შეიძლება და აი რუსთავს მაინც გამორჩეულად ახსენებ, იმიტომ რომ რა ვიცი, ნამდვილად არ არის ამ გუნდის ადგილი აი ამ ლიგაში. თუმცა არც ჩვენი, არც აჩხერეს ჩიხურასია, თუმცა მოკლედ ცოტა რთული თემაა. საინტერესო ტურნირი იქნება. მაგრამ ბრძოლა ყველასთან შეიძლება. ბრძოლა რა თქმა უნდა ყველასთან შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნია თუ როგორ და რანაირად მოხერხდება დალაგება პროცესების, ახლა მინდა გითხრათ ზოგადად, რომ ჩვენ ამ ფინანსური მიმართულებით ასე რაღაცები მუშაობდით და ასე შემდეგ, ახლა მისმის რომ არავის არ უხილს დღესდღეობით საქართველოში, გნებავთ კონკრეტული ეკონომიკური თვალსაზრისით, გნებავთ ასე, გნებავთ ისე, გნებავთ გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში იმისთანაა, რომ შვიდად ძილის საშუალებას ნაკლებად გაძლევს და თუმცა ცხოვრება მაინც გრძელდება და რაღაცეები დავალაგოთ და ახლა მე იმედს გამოვთქვამ, რომ ახლა შესაძლებელია ჩვენ ვახსენეთ ხო ინიციატივები და რაღაცეები, შესაძლებელია ვიღაც ადამიანები არიან აქ ჩვენთან ზესტაფონში საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომელიც საქმით დაკავებულია, ვიცი რომ ფეხბურთიც უყვარს ბევრს ძალიან ამ ადამიანებს შორის და ნამდვილად ჩვენ არა ვართ იმ პოზიციაში მდგომი ბევრი სხვადასხვა მიზეზის და პირველ რიგში ჩვენი ზნე-მორალის გათვალისწინებით იმ პოზიციაში რომ ვიღაცას ასე ვთქვათ ვიღაცეებს ასე ვთქვათ აი ფულის გარკვეული თანხების გამოყოფისაკენ შევაწუხოთ იმ თვალსაზრისით რომ იყო ესეთი პრაქტიკა და გამოცდილება რომ სიების ჩამოწერა იცოდნენ ვისთან როგორ და რანაირად უნდა მივიდნენ ფული რომ გამოყო ახლაც იყენებენ სხვადასხვა მაგ პრაქტიკას არის ხო აი ამას ბევრი ფული აქვს და ეს ფული მოიტანოს ახლა ჩვენ ნამდვილად არა ვართ მაგ კატეგორიის წარმომადგენლები ვის მაგ მეთოდიკით მუშაობს თუმცა ამ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა თუ კი ვინმე არის ისეთი ვისაც ფეხბურთი უყვარს საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს მისთვის სიხარული მოუტანია იქნებდა სურვილი აქვს ახლა ბატონ ილია კოკაია რო იყო ცოცხალი ბატონ ილიას გარშემო მაშინ საქმიდან ალბათ გამომდინარე იმდენი ხალხი ტრიალებდა იმ კაცზე ხელის მოსაკიდებელი ადგილი არჩევოდა ხოლმე ხო და ნუ იქნებ ის კაცი არ არის მაგრამ ის რომ ფეხბურთის სიყვარული რაღაცას ნიშნავს ამ ქალაქისთვის იმ ადამიანებისთვის ეს თუ ფაქტორია იქნებდა თუ კი ვინმე მოგვისმენს ახლოს გულთან მიიტანოს ჩვენ მხოლოდ გახარებულები ვიქნებით კიდევ ერთხელ თანამშრომლობისთვის მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ იმ თვალსაზრისით რომ აი როგორც ასე ვთქვათ ვეძებს გნებავთ სატიტულო სპონსორს ფეროს ქარხანასთან ჩვენ მაგალითად ვიცით ძალიან დიდი წლის ბევრი წლის თანამშრომლობა და სატიტულო ასე ვთქვათ სპონსორის იყო ჩვენი შარშან ჩვენ კომუნიკაცია ასე ვთქვათ რაღაც ეტაპზე გქონდა თუმცა სერიოზულ შეხვედრამდე საქმე არ მისულა ჩვენ წელს ვაპირებთ ნამდვილად ასე ვთქვათ მივაწვინა ჩვენი ხმა ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობას ვიცი რომ ძალიან გულიანად არიან სპორტის მიმართ განწყობილები, ვიცი რომ მორაგბეებს, როგორც ჭიათურაში, ასე ზესტაფონში საკმაოდ სერიოზულად ეხმარებიან და იქნებდა ისე აღმოჩნდეს, რომ კლუბი, რომელსაც 15 წლის განმავლობაში ფეროს წარწერით ასპარეზობდა და ამ წარწერით ასპარეზობის ხანაში ორჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ევროპა ლიგის და უეფა-ს თასის გათამაშებებში იქნებდა საინტერესო გამოდგეს ისევ მეგობრობა ამ ქარხნისა და გუნდის. შესაძლებელი და არა მარტო ფეროზია, ეს ხვებზედაც რა თქმა უნდა. ბალონ სერგო, ხო არაფერს დაამატებდით, პრინციპში ბოლოსკენ გავდივართ და ხო არ გამორჩა თქვა. დასამატებელი რა ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ალბათ რაც თავარი რაც აინტერესებს ჩვენ გულშემატკივარს, ის არის რომ
ამ ეტაპზე გარდამავალი პერიოდი ისევ გრძელდება. შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ისეთი ვერ არის, რომელსაც ჩვენ ბატონმა ილია კოკაიამ შეგვაჩვია თავის დროზე, თუმცა თუნდაც სტატუს კვოს შენარჩუნება რატო მნიშვნელოვანი? ახსენეთ ჩვენ სხვადასხვა გუნდები, რომლებიც თავთავიანთ ქვეყნებში საერთოდ ფსკერზე ეშვებოდნენ ეროვნული პირველობების და იქიდან ასე ვთქვათ აღორძინება მომხდარა და ასე შემდეგ და მე მიმაჩნია რომ ლიგა 3 სულაც არ არის ისეთი ცუდი სასტარტო პოზიცია მაშინ როდესაც კიდევ ორი ლიგა ჩვენ ფსკერისკენ არ დავშვებულ ვართ ჩვენ სტატუს კვოს შევინარჩუნეთ და ამ სტატუს კვოს როგორც მინიმუმ შენარჩუნებას ვაპირებთ წელსაც იმიტომ რომ შესაძლებელია არ ვიცი წელს შეიძლება გაისად შესაძლებელია მოვიდეს ვიღაც ისეთი სერიოზული ინვესტორი, სპონსორი, რომელიც დაინტერესდება ფეხბურთის და ამ საქმის ასე ვთქვათ დალაგებით, ეს ჩვენთან ერთად იქნება თუ ჩვენს გარეშე იქნება, ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში სასიხარულო ის იქნება ეს კლუბი თუ კი იარსებებს და სადღაც თავისი თვალს კიდევ იხდის, მე ერთ-ერთი ლეგიტიმური შემოქმედის პოზიციიდანაც ტრიბუნაზე მოვზებდი, ჩემ ადგილს ეგ პრობლემა არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ კლუბი გადარჩეს და აი სწორედ ლიგა 3-ში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო მაგ თვალსაზრისით სტატუს კვო შევინარჩუნეთ და იქნებდა ასე ვთქვათ თუ ისე მოხდა რომ ასე ვთქვათ სასიკეთო ძრები ინვესტირების თვალსაზრისით ხო არის შესაძლებელია რა ვიცი პირობითად არ მინდა ხა რუსი ოლიგარქის ხსენება იქნება არაბის შეიხი ვიღაც ხო გამოჩნდეს რომელიც გიურჯისტანში ფეხბურთით დაინტერესდეს ხო აგერ მეზობელ თურქეთში ჩელსის ყოფილმა მფლობელმა შეიძინა გუნდი და თურქეთიდან აქამდე წარ არის შორს პირობითად ცოტა ხომრობით ცოტა სერიოზულად მოკლედ სტატუს კვო შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე მე გულშემატკივარ ვარ სწორად მინდა რომ გაიგოს თუ რით ვართ დაკავებულები ჩვენ ვცდილობთ რომ გუნდი გადავარჩინოთ გუნდი ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ საშიშროება ემოქრებოდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ შევინარჩუნეთ სტატუს კვო და მინიმუმ სტატუს კვო შენარჩუნებას თუ კი შესაძლებლობა მოგვეცემა რაღაც წინსვლასაც ვეცდებით აუცილებლად. ბატონო სერგო, უღრმესი მადლობა, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის სპორტული დირექტორი სერგო ფუტკარაძე. საუბრობდით ზესტაფონზე, რომელიც ახალ სეზონს ისევ ლიგა 3-ში დაიწყებს. დარწმუნებული ვარ, ეს გადაცემა გამოიწვევს ტელემაყურებლების ინტერესს, რადგან საქმე ეხება ბევრისთვის საყვარელ კლუბს. მადლობა დღევანდელი გადაცემის ყურებისთვის. და იმისთვის რომ ზოგადად ინტერესით ეკიდებით ჩვენს ქალაქში და არა მარტო მთელ ჩვენ ქვეყანაში განვითარებული სპორტული მოვლენების ანალიზს და ჩვენ სტუმრებთან ერთად შევეცდებით რომ ჩვენი გადაცემა ისევ მრავალფეროვანი იყოს და ისევ დააკმაყოფილოს თქვენი ინტერესი. მადლობა მინდა მოგახსენოთ ეთერში იყო ტელეკომპანია Argus სპორტული რედაქციის მიერ მომზადებული გადაცემა. კარგად მზადდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. კარგად მზადდებოდეთ.